მოგესალმებით ყველას. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ამ ვიდეოში იმის შესახებ თუ რა არის მაჰამუდრა და მე გაგიზიარებთ გარკვეულ კონტექსტს ამ პრაქტიკის შესახებ. სად გვხდება ის, რა პრაქტიკა არის, რისთვის გამოიყენება და ასე შემდეგ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მაჰამუდრა განეკუთვნება ისეთ მედიტაციური პრაქტიკების რიცხვს, ისეთ სერიას სწავლებების, რომელსაც ქვია პირდაპირი გამოცდილების პრაქტიკა, ან პირდაპირი ცოდნის გზა და აქ რაც იგულისხმება პირდაპირ ცოდნაში, ეს არის ცოდნა არა კონცეფციებით, ფიქრებით, წარმოდგენებით ან ფილოსოფიური მსჯელობით, არამედ შენი პირადი გამოცდილებით მიღებული პირდაპირი ცოდნა, უშუალო ცოდნა, უშუალო ცოდნა, ანუ რაღაცა გარდამავალი რაღაცების გარეშე ცოდნა. მრის ცოდნაზე არის საუბარი. რეალურად არის საკუთარი თავის ცოდნაზე საუბარი. და როდესაც საუბრობთ საკუთარ თავზე, ეს ისეთი სიტყვა არის უცებ ყველას თავში წარმოიშვება სხვა კონცეფციები, რომ მე ვარ ეს და ეს, მე მაქვს ესეთი და ესეთი ხასიათი, მე მაქვს ეს ტრამვა, მე მაქვს ეს ნიჭი, მე მაქვს ეს უნარი და აი მე ვარ ამ ყველაფრის ერთიანობა. და პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს რაღაცეები წარმავალია, შეცვლადია, დროებითი არის. ჩვენ ეს ნაწილები იცვლება, ჩვენი ეს ნაწილები. და ამიტომ ჩვენ არ ვართ ეს, ხო? და არის რაღაც ნაწილი ჩვენს გამოცდილებაში, რომელიც მოცემული არის თითქოს და შეიძლება ითქვას მუდმივად, ხო? არის რაღაც ნაწილი, რომელიც არ იცვლება ჩვენში, ჩვენი გამოცდილებების და მიუხედავად. ეს ნაწილი, ამ ნაწილს ჰქვია გონების ბუნება. რომელიც არის რეალურად მღვიძარება, აი საბაზისო მღვიძარება. ინგლისურად ესეა ხოლმე გადმოთარგმნილი basic wakefulness. ასევე მე მიყვარს გამოყენება ტერმინის ღია ცნობელობა. ხო, ჩვენი ბუნება, გონების ბუნება არის ღია ცნობელობა. როცა საუბრობთ ღია ცნობელობაზე, რა იგულისხმება ამაში, ეს არის აი ის, რომ შენ ახლა გესმის მაგალითად ეს საუბარი, ან ხედავ ამ ვიდეოს მაგალითად და რაც ხედავს, რასაც ესმის, ხო, არის ეს ცნობელობა, რაც ცნობს ამ ყველაფერს, რაც აღიქვავს. თუ გნებავს დავარქვა და აღმქმელი, შეიძლება ესეც ვთქვათ, ლამალინა თარგმნის ხოლმე რიგპას, როგორც აღმქმელს. ასე რომ, როდესაც საუბარი არის ვინ ხარ შენ, როცა საუბარია რომ მაჰამუდრაზე მედიტაცია არის, მედიტაცია იმაზე თუ ვინ ხარ შენ, ეს აქ არ არის საუბარი იმის შესახებ თუ როგორი პიროვნული მიდრეკილებები გაქვს და ასე შემდეგ, არამედ არსობრივად ყველაზე ღრმა და ყველაზე არსებით ნაწილში რა არის შენი სიცოცხლე, რა არის ვინ ხარ შენ, ხო, რა არის შენი ყოფნა, ყოფიერება, შენი თანდასწრება და ეს არის სუფთა ღია ცნობელობა. და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მაჰამუდრა არის პირდაპირი ცოდნის გზა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მედიტირებთ ამ სუფთა ღია ცნობელობაზე პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლობის გარეშე. ეს არის გზა, როგორ არ აიბლანდო სხვადასხვა მეტაფიზიკურ დისკურსებში, სხვადასხვა დისკუსიებში და დებატებში, არამედ პირდაპირ ნახო შენს გამოცდილებაში ვინ ხარ შენ.
ამიტომ ეს არის პირდაპირი გზა, ნათქვამია, ეს არის პირდაპირი გზა და ამ სწავლებაში, ამ დროს სწავლებაში ნათქვამია, რომ ჩვენი გონება არის ბუდა. ჩვენი გონება არის ბუდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გონებას აქვს ყველა თვისება, ყველა მახასიათებელი, რაც აქვს გონების ბუნებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გონება დაუსაწყისი დროიდან არის ცარიელი და ჩვენი გონება დაუსაწყისი დროიდან არის ცნობიერი, მცნობელი, ხო, ცნობელობის თვისება აქვს. და ამ რაღაცას ჩვენ ვერ გავექცევით, ამ რაღაცისგან არ შეგვიძლია გავცალკევდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეს. ამას ჩვენ ვერ გავაუარესებთ ნეგატიური მოქმედებებით და ამას ვერ გავაუმჯობესებთ ჩვენი პოზიტიური მოქმედებებით. ანუ მაჰამუდრა ამბობს, აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ეს ბუდა ბუნება, უკვე მოცემული, გასხივოსნებული ბუნება, მაგრამ ჩვენ ვერ ვცნობთ მას. ჩვენ მუდმივად რაღაც სხვას ვეძებთ, რაღაც სხვა წარმოდგენები გვაქვს. ნუ მატერიალისტურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ ბედნიერების წყაროს ჩვენი ყურადღების ობიექტებისგან, ჩვენი ხუთი გრძნობის ობიექტებისგან და მოდი ესე თქვა, 6 გრძნობის, მე-6 გრძნობა ჩავთვალოთ, რომ არის გონება და შეიძლება ჩვენი გონება იღებდეს სიამოვნებას ჩვენი გონების ობიექტებისგან, ანუ მაგალითად ფიქრისგან და სხვადასხვა საფიქრელი ობიექტისგან. ხო, მაგრამ ამის გამო ჩვენი გონების ბუნება, ეს თანდაყოლილი ბუდას ცნობელობა, ღია ცნობელობა, რომელიც არის სრულყოფილი დაუსაწყისი დროიდან არ არის შემჩნეული, იმიტომ რომ ყურადღება ყოველთვის გადატანილია სხვა რაღაცაზე. ეს მატერიალურ პერსპექტივაში, ხოლო სულიერ პერსპექტივაში ასევე არის გადატანილი სხვა რაღაცაზე. მაგალითად, რაღაც თქვათ ხასიათის თვისებების დამუშავებაზე, ან წარმოდგენებზე, თუ რა არის სხვა მიღმიერი სამყაროები, რაღაც ასტრალური განზომილებები და ასე შემდეგ. და ისევ ყურადღება გადატანილი არის მე-6 გრძნობაზე, ანუ ფიქრებზე და ისევ არ არის შემჩნეული ფიქრის წყარო. რა არის ნებისმიერი გამოცდილების წყარო და ეს ნებისმიერი გამოცდილების წყარო არის ძალიან უბრალო რაღაც, როცა მას უყურებთ და შეამჩნევთ, თქვენ ვერ დაინახავთ ვერც სისარტყელის ფერებს, ვერ დაინახავთ ფეიერვერკებს, წაში გასროლილს, ვერ იგრძნობთ ვერანაირ ექსტაზს, ვერ იგრძნობთ ვერანაირ ტრიპს, არ გახვალთ სხეულიდან და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან საბაზისო რაღაც. და იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი მარტივი არის ეს გამოცდილება, რომელიც არის ყველა გამოცდილების საფუძველი გამოცდილება, ის არ არის შემჩნეული და არ არის აღიარებული და არ არის მასზე საკმარისი ყურადღება მიქცეული, არ არის გამოკვლეული და ამის გამო ჩვენ ვიმყოფებით სამსარაში, ან თუ გნებავთ დაბინძურებულ ხედვაში. და მაჰამუდრას ფუნქცია არის, რომ შენ ეხლავე შეამჩნიო შენი გასხივოსნებული ბუნება ეხლა. შენ კი არ უნდა გასხივოსნდე, რაც ნიშნავს, რომ უნდა დაიმსახურო გასხივოსნება, დაიმსახურო გამოღვიძება, არამედ ეხლა შენ თუ უყურებ შენს გონებას,
რასაც უყურებ უკვე ეს არის გასხივოსნება, ასე ვთქვათ. და ეს არის პირდაპირი გამოცდილება და ეს არის მაჰამუდრას სწავლებაზე არის ნათქვამი, რომ ეს არის შედეგობრივი გზა, ინგლისურად ქვია ამას resultant path. რომელიც არის ცოტა უცნაური, ხო, იმიტომ რომ გზა თითქოს მოიცავს A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას და ნიშნავს, რომ სხვაგან მიდიხარ. ხო, მაჰამუდრა ამბობს, რომ მოდი ასე ვთქვათ, B პუნქტს დავარქვათ გამოღვიძება, B პუნქტი A პუნქტშივე იმყოფება. მაგრამ გარეგნულად ჩანს, რომ თითქოს რაღაც მანძილია გასავლელი A პუნქტიდან B პუნქტამდე. ეს მანძილი, რომელიც გასავლელი არის, რეალურად არის ის, რომ ეს მანძილი არის შენი წარმოსახვა. შენი კონცეფციები, ხო, შენი ილუზიები არის ეს გზა, რომელიც გასავლელი არის. შენი ილუზიებში არსებობს ეს გზა. როცა ეს ილუზიები არ არსებობს, B პუნქტი არის მომენტალურად აქ და ახლა არცაც წასვლა არ არის საჭირო. და მოგეთ ეს არის ძირითადი ხედვა მაჰამუდრას. და არსებობს არის მაჰამუდრა, მოდი ესე ვთქვათ, სანამ სხვა საკითხზე გადავალ, ასე ვთქვათ, რომ მაჰამუდრა თვითონ როცა გვესმის ეს სიტყვა ნიშნავს არსობრივად ეს რასაც ნიშნავს, მაჰამუდრა ნიშნავს ჩვენ გასხივოზნებული გონების ბუნებას. ჩვენ ბუნებას, ჩვენს არსს, რომელიც არის გამოღვიძებული ბუნება დაუსაწყისი დროიდან. ხო, აი მაჰამუდრა არის ჩვენი ჭეშმარიტი კონდიციის აღნიშნული სახელი. ეს არ არის ასევე მედიტაცია, ეს არ არის მედიტაციის სისტემა, ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების აღნიშნული სახელი უბრალოდ სანსკრიტზე, შემთხვევაში არსობრივად, ხო. შემდეგ არსებობს მაჰამუდრას რეალიზების სხვადასხვა მეთოდი, სხვა გზა. და აქ ძირითადად ვხვდებით ორ გზას. ერთი არის ეგრეთ წოდებული ხუთნაწილიანი მაჰამუდრა, რომელიც არის მაჰამუდრას რეალიზაციის ტანტრული გზა. და მეორე მაჰამუდრა არის არატანტრული, უფრო შეიძლება ითქვას სუტრას ნაირი მაჰამუდრა, რომელიც არ არის სუტრა რეალურად, გულისხმობ იმას, რომ არ არის ჰინაიანას სწავლება და არ არის არც მაჰაიანას სწავლება. ის არის ის შედგება მაჰამუდრა შამათას და მაჰამუდრა ვიპაშიანასგან. მაშინ როცა სუტრაშიც გვაქვს შამათა და ვიპასანა და მაჰაიანაშიც გვაქვს შამათა ვიპასანა, მაგრამ მეთოდები მათი შესრულების და რას ირჩევს თითოეული მათგანი მედიტაციის ობიექტად არის განსხვავებული. ამიტომ არსებობს ეს ორი ფორმა, ეს მაჰამუდრა უფრო სუტრას სტილში და არის მაჰამუდრა ტანტრას სტილში. ეს არის ორი სხვადასხვა გზა. მაჰამუდრა ტანტრას სტილში, რომელიც არის ხუთნაწილიანი მაჰამუდრა, არის მაჰამუდრა, რომელიც მოიცავს სხვა ტანტრულ პრაქტიკას, ისეც როგორც არის გურუ იოგა, ისეც როგორც არის იდამზე მუშაობა, ისე როგორც არის ნაროპას 6 იოგაზე მუშაობა და ხო, ძირითადად ეს ხო შეიძლება შედიოდეს ნონდრო და თითოეულ მათგანზე რა არის მე ჩავწერ სხვა ვიდეოებს, ეხლა შეიძლება ვინც პირველად ისმენს ამას, მათთვის ეს უცხო სიტყვები იყოს და არ იცოდეს რას ნიშნავდეს, ეს არის სხვა პრაქტიკები.
და მოკეთ ეს არის ტანტრული გზა და ძირითადად ტანტრა დაკავშირებულია მანტრების გამეორებასთან, ვიზუალიზაციასთან, ენერგო არხებთან, მუშაობასთან და შეიძლება წარმოშობის და დასასრულის ეტაპის იოგებისაგან და თუ ეს თქვა ამ სწავლების ამ ციკლს გაივლის ადამიანი და წარმატებით იმედირებს ამ ფაზებზე ის ასევე მიაღწევს მახამდროს და ამის შესახებ ვისაუბრებ უფრო ტანტრაზე არსებულ ვიდეოში, რომელსაც ჩავწერ სამომავლოდ შეიძლება იყოს ეს სერიები რეალურად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი საკითხები, რეალურად თითოეული მათგანი შედგება ძალიან ბევრი დეტალისგან და მომენტისგან. და გვაქვს მეორე მაჰამუდრა, როგორც თქვით, ეს არის სუტრა მაჰამუდრა და ეს მაჰამუდრა შედგება ორი ნაწილისგან. ეს არის მაჰამუდრა შამათა და მაჰამუდრა ვიპაშიანა. ეს სახელები არის სანსკრიტზე, ხოლო ტიბეტურად ეძახიან ჟინე, ეს ჟინე არის შამათას ეკვივალენტი ტიბეტურად და ვიპაშიანას ეკვივალენტი არის ლახტონგ. და ეს რა არის ესე იგი, ხო, ამ მედიტაციების არსი რა არის, ანუ ჟინეს არსი არის რომ გონება მოიყვანოს სიწყნარის მდგომარეობაში, სიმშვიდის მდგომარეობაში, დაამშვიდო გონება და ისწავლო ფოკუსი. გონების ფოკუსი ისე რომ იმყოფებოდე დასვენებულ მდგომარეობაში. ეს არის მედიტაციური მდგომარეობა, შეიძლება ვთქვათ, სამათხი, ხო, შამათა ეს არის სამათხის ერთ-ერთი ფორმა. და მე ვფიქრობ, თუ არ ვცდები, ამ სიტყვიდან მოდის საერთოდ, ჩემი აზრით ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. და ეს არის გონების დასვენება ყურადღების გაფანტულობის გარეშე და ადამიანი სწავლობს, პრაქტიკოსი სწავლობს ყურადღების გაფანტულობის გარეშე ყოფნას, ყურადღების გაფანტულობის გარეშე დასვენებას. აქ ძირითადი მომენტი არის ის, რომ ჩვენ შემთხვევაში გულისხმობ უმეტესობა ადამიანის შემთხვევაში ფოკუსირება დაკავშირებულია ძალისხმევასთან, საკუთარ თავზე ძალადობასთან და არ არის საინტერესო პროცესი, არის მტკივნეული პროცესი, განგვიქცა ყურადღება, თქვაც მტკვიდან, მოაბრუნებს და ვიტანჯებით ამ მოძრაობაში. და არ არის ესეთი სინამდვილეში მაჰამუდრა შინე, ან მაჰამუდრა შამათა. ეს არის გონების დასვენება აი ამ ტანჯვის გარეშე, ანუ კონცენტრაციის ძალისხმევის გარეშე. ეს არის ძალისხმევის გარეშე არსებული კონცენტრაცია, თითქოს ესეთი რაღაც, ყოველ შემთხვევაში ესეთი უნარჩვევა უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა პრაქტიკოსმა, პრაქტიკის დროს. და აქაც ხდება სხვადასხვა სახის შამათა ჟინე, სხვა სახის, სხვა ობიექტზე, ობიექტის გარეშე და ასე შემდეგ. და მას შემდეგ რაც იოგი ისწავლის გონების დასტაბილურებას, გონების დაწყნარებას ძალისხმევის გარეშე, ის უნდა გადავიდეს მეორე ტრენინგზე, რომელსაც ქვია ვიპაშიანა. ვიპაშიანა ითარგმნება როგორც განსაკუთრებული ჭვრეტა, რაღაცის განჭვრეტა. ხო, insight ინგლისურად, ხო, insight-ის პრაქტიკა არის. და ამ დროს პრაქტიკოსი ღებულობს სხვადასხვა შეკითხვებს მასწავლებლისგან და ამ შეკითხვების წყალობით ის იკვლევს თავის კონდიციას, თავის რეალურ კონდიციას.
ის იკვლევს რა არის გონება, საიდან მოვიდა გონება, სად წავა, სად არის, რა ფორმა აქვს, რა ფერი აქვს, ფიქრები საიდან მოდიან, სად არიან, სად მიდიან, ემოციებს რა ბუნება აქვთ. რა არის დაწყნარებული გონების ბუნება, რა არის აფორიაქებული გონების ბუნება და ის აკვირდება ამ ყველაფერს და მაჰამუდრა ვიპაშანა განსხვავდება მაჰაიანას ვიპაშანასგან იმით, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხებზე ვიფიქროთ, რომელიც იქნებოდა ანალიტიკური მედიტაცია უფრო, ამას ვუყურებთ და ვამოწმებთ პირდაპირ გამოცდილებით. მაგალითად, თუ ვაკვირდებით რა არის ფიქრის ბუნება და მედიტირებთ საიდან მოდიან ფიქრები, ჩვენ ვუყურებთ ჩვენს გამოცდილებაში, საიდან ჩდება ფიქრი. და ვცდილობთ, რომ პირდაპირ გამოცდილებაში აღვიქვათ ეს ნაცვლად იმისა, რომ შევიქმნათ რაღაც წარმოდგენები და იარლიყები, რომ ეს აქედან მოდის, ეს იქიდან და ამ შემდეგ ვუყურებთ, პირდაპირ ვამოწმებთ, არ გვჭირდება ამის შესახებ თეორიები. ესე იმიტომ რომ როგორც თქვით, მაჰამუდრა ეს არის პირდაპირ გამოცდილების ხაზგამსმელი მეთოდი, ხო? რატომ? იმიტომ რომ სხვა შემთხვევებში ჩვენ თავს მოვიდღვილებთ. ჩვენი წარმოსახვა ძალიან დიდია, ხო? ერთი ოსტატი ამბობს ხოლმე, რომ ადამიანის წარმოსახვა იმდენად დიდია, რომ ის ქმნის მედიტაციურ გამოცდილებებს, ხილვებს და ასე შემდეგ, ხო? და ჩვენს გონებას საზღვარი არ აქვს, ჩვენს წარმოდგენას საზღვარი არ აქვს და ადამიანი, რომელსაც უჭირს რეალურად წარმოსახვის გარჩევა, რეალობისგან არის ილუზიის მარას პოტენციური მსხვერპლი, ხო? ამიტომ მაჰამუდრაში ჩვენ ამ რაღაცებს ვამოწმებთ პირდაპირ, ხო? და ესეთი, ხო, და მოგეთ ესე სხვა საკითხის გამოკვლევა ხდება ვიპაშანას დროს და ჯამში ბოლოს ეს მთავრდება იმით, რომ ხშირად პრაქტიკოსი იღებს ეგრეთ წოდებულ პირდაპირ მითითების ინსტრუქციას მასწავლებლისგან. და ეს პირდაპირ მითითების ინსტრუქცია არის მესამე ნაწილი. ის კრავს ყველა წერტილს, ინსაიტის ან ჭვრეთის ყველა წერტილს ერთიანობაში და აჩვენებს გონების ბუნებას, ხო, მასენდება ძოგჩენის პირველი მასწავლებლის გარაბდორჯეს სურათი, როგორც ხატავენ ხოლმე, მას აქვს თითი გაშვერილი წინ, ხო, მიუთითებს, რაც ნიშნავს, რომ შეხედე შენს გონებას, შეხედე შენს თავს. ეს არის სწავლების არსი, ხო? და ეს არის pointing out, ხო, პირდაპირ მითითება. და პირდაპირ მითითების დროს ესე მასწავლებელი მიგვითითებს, შეხედე შენს გონებას, შეხედე შენს ნამდვილ კონდიციას და გვაძლევს ინსტრუქციებს, როგორ შევხედოთ და არ მარტო ინსტრუქციებს, არამედ ამ დროს ხდება გამოცდილების პირდაპირ განაცემაც, თუ შედგა გარკვეული დელობატიური კავშირი მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, შესაძლებელია თვითონ ამ მაჰამუდრას კონდიციის პირდაპირ გადაცემა, თუ გნებავს ეს გადაცემაც არ არის, იმიტომ რომ მაჰამუდრა ჩვენი კონდიცია არის, უბრალოდ ხდება ამის ამოცნობის გადაცემა, ხო, რომ ამოაცნობინო სხვა ადამიანს, რომ ნახე, აი, ესეთი არის შენი კონდიცია და ისე რომ ის ადამიანი მიხვდეს, ხო? როცა საუბრობ მიხვდეს, ეს არის ინტელექტუალური მიხვედრა, ეს არის გამოცდილება, რომ გამოსწავლოს, რომ ოკეი, მე მგონი მიხვდი რა საუბარი, ხო?
და შემდეგ პრაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი მიეჩვიოს ამ მდგომარეობაში ყოფნას და გააერთიანოს ეს გამოცდილება ყველა აქტივობასთან დღისით თუ ღამით. და როდესაც ეს მდგომარეობა არის ერთნაირი დღისით თუ ღამით ამ მდგომარეობას ქვია რეალიზაცია, გამოუძება, გასხიოსნება, რაც კიდე დავარქვათ ის, ხო? და ეს მეორე მათგანი, მაჰამუდრას მეორე სტილი, ან უფრო სუტრის მაგვარი სტილი არის ბევრად უფრო ხელშესახები და პრაქტიკული უმეტესობა თანამედროვე ადამიანებისთვის ტანტრული მაჰამუდრასგან განსხვავებით, რომელიც ასევე არის შესანიშნავი მეთოდი, მაგრამ არის საკმაოდ რთული, საკმაოდ ბევრ რაღაცას მოიცავს, შეიძლება ესე ითქვას. თუმცა რა თქმა უნდა, ვიღაცებს მოსწონთ ის, ვიღაცებს მოსწონთ ის. დიდი იოგები აპრაქტიკებენ ორივეს, ხო? ესეთი გამოცდილი პრაქტიკოსები ძირითადად აპრაქტიკებენ ორივეს. მაგრამ არსი არის ისევ გონების ბუნების შემჩნევა, დაფიქსირება და ცოდნა თუ რა არის შენი გონების ბუნება. ასე რომ ეს არის სხვა მეთოდები. მე ხა გავაკეთე გარკვეული მიმოხილვა თუ რა არის მაჰამუდრა და შეიძლება რამდენიმე სიტყვა თქვა სად არის ის გავრცელებული. ეს მაჰამუდრას შესახებ სწავლებები ისტორიულად გვხვდება ტანტრული ბუდიზმის ეპოქაში, ხო? საერთოდ ტანტრული ბუდიზმი იწყება მე-8 საუკუნიდან და ზოგჯერ იძახიან უფრო ადრე, თქვათ მე-5 საუკუნიდან. მაგრამ მე-8 საუკუნეში იყო, როცა რეალურად ტიბეტში ჩაიტანეს ტანტრა და ტიბეტური ბუდიზმი მე-8 საუკუნეში დაარსდა გურუ რინპოჩეს მიერ. და აი მას შემდეგ უფრო გვხვდება, ხო, გვხვდება მე-10 საუკუნეში განსაკუთრებით ისეთი ოსტატების შემთხვევაში, როგორც იყო დილობა და ნარობა, თუმცა მათ უკვე ჰქონდათ მიღებული ეს სწავლებები სხვა მახასიათებისგანაც, როგორც არის თუნდაც კრიშნა პადა და ასე შემდეგ, ხო, სხვა მახასიათებისგან, მაგრამ დაახლოებით ეს არის. თუმცა ეს მას არ ნიშნავს, რომ ეს არ არის თვითონ ბუდას სწავლება, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ერთ-ერთი მოდის ბუდას სწავლებასთან. უბრალოდ ეს არის შეიძლება ცოტა სხვა ლინგვისტიკური ველი, სხვა სემანტიკური ველი, სადაც ხდება ცოტა სხვა მიდგომით იგივე გამოუძებული მდგომარეობის ცოდნა, ხო? და მას შემდეგ ძირითადად ეს სწავლება გავრცელებული არის ტანტრულ ბუდიზმში, ჩრდილოეთის სკოლაში, ტიბეტურ ბუდიზმში და ის აქვს რეალურად ყველა სკოლას, ტიბეტური ბუდიზმის 4-ვე ძირითად სკოლას, მაგრამ განსაკუთრებით მასზე აქცენტირდება კაგიუს სკოლა. და მიუხედავად იმისა, რომ ამას იყენებენ გელუგპაშიც, საკიაპაშიც და ნიგმაპაშიც, მაგრამ ძირითადი სკოლა ეს არის კაგიუს სკოლა, ხო, ნიგმაპა მაგალითად ორიენტირდება უფრო მეტად ძოგჩენზე, ხოლო საკია და გელუგპა უფრო მეტად ტანტრაზე არიან ორიენტირებული. ასე რომ ეს არის ისტორიული კონტექსტი და უნდა ითქვას, რომ მაჰამუდრას გადმოცემა ხდება უწყვეტი ხაზით. არის ცოცხალი პრაქტიკოსების უწყვეტი ხაზი მოყოლებული ამ მახასიათებისგან და ეს არის შესანიშნავი რაღაც და
მე ყველას ვურჩევ, რა თქმა უნდა, რომ აღმოვაჩინოს ეს სწავლება, უფრო მეტად შეისწავლოს, ჩაღრმავდეს და ეს თავარია, გამოსცადოს, ხო? საერთოდ კარგი სკოლა, ესე ითვლება, რომ ეს არის მედიტაციის სკოლა, ეს არის გამოცდილების სკოლა, ვისაც უფრო გამოცდილებით სურს მივიდეს გამოღვიძებამდე, ამიტომ რეალურად მედიტაციური გამოცდილება არის აქ უფრო მეტად მთავარი, ვიდრე თქვათ რაღაც ინფორმაციების მოძიება, თუმცა ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ ყველა არსება იყოს ბედნიერი.